თქვენ არ სწავლობთ ფაქტობრივად ამერიკის სამოქალაქო დამოუკიდებლობის ომის შემდეგ რა ხდება ზოგადად ამერიკაში. და ეს სამოქალაქო ომი არის უკვე საკმაოდ დიდხნიანი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თითქმის უკვე რომ 100 წელია გასული და რა ქვია სახელმწიფო როგორც ამერიკა ცალკე არსებობს თავისი 13 კოლონიით, ეს კოლონიები იმდენად არიან გარკვეული დროის განმავლობაში ჩაფლულნი მაშინ რა ქვია მონობაში და მონობის მონათა ექსპლუატაციაში, რომ ვერც იგებენ რამდენად ეწინააღმდეგებიან ხანდახან თავიანთივე მიღებულ კანონებს, ფუნდამენტურ უფლებას, ადამიანის უფლებებს, როგორც თავისუფლებას და ასე შემდეგ. რითიც ამერიკაა ზოგადად დღეს სიამაყით ყველგან მსოფლიოში წამოჭრილი ხოლმე და ტრამპი რითიც თავს იქებს ყველგან თითქმის. ანუ სამოქალაქო ომი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო 1861-65 წლებში. ამასთან დაკავშირებით სანამ დამაუწყდება ძალიან კარგი ფილმია ლინკოლნი და ზუსტად გეტყვით წინა წელს ჩემმა მოსწავლემ ილუსტრაცია მარტო იმიტომ დაწერა რომ ფილმი ლინკოლნი ქონდა ნანახი და თქვენ შეგიძლიათ ეს ფაქტი მოცემულობად მიიღოთ ამ შემთხვევაში რომ ფილმებს აქვთ გარკვეული გავლენა შედეგებზე და მეორე მოსწავლე მარტო იმიტომ ვერ დაწერა ის ილუსტრაცია ლინკოლნის კვლელობა მოვიდა ილუსტრაციაში რომ ფილმი არ ქონდა ნანახი და ილუსტრაცია უბრალოდ ვერ იცნო იმიტომ რომ ლინკოლნი ვიზუალურად ვერ გაიგო და ეს ფილმი უთხარ ნახეთ თქო და ამას ნანახი არ ქონდა. ამიტომ იმის გარდა რომ ლინკოლნის კვლელობა ჩემს პრეზენტაციაშიც ცალსახად გამოკვეთილი იყო. მოკლედ, სამოქალაქო ომი რაც მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამას შეეწირა 620,000 ჯარისკაცი, იმაზე მეტი ვიდრე მეორე მსოფლიო ომში ამერიკამ დაკარგა. მეორე მსოფლიო ომის ჩათვლითაც, ანუ ეს არის ძალიან დიდი რიცხვი და შესაბამისად აქ კონფლიქტი რაც რეალურად დაიწყო არის საკმაოდ ესეთი მძიმე და ცოტა უცნაურიც. თქვენ ხედავთ ლურჯი ფერით გაერთიანებულ კონფედერაციულ შტატებს და სამხრეთით ხედავთ წითელი ფერით მონათა უფლება მონობის მომხრე შტატებს, სამხრეთის შტატებს ამ შემთხვევაში. აი აქ ხედავთ თქვენ ასევე შეერთებულ შტატებს დღევანდელი მოცემულობით რაც არის, მაგრამ დააკვირდით ახლა მანამდე რა ხდებოდა, აი ეს სამხრეთი ნაწილი რომელიც არის ცალკე, რომელსაც აქვს ბამბის ძალიან დიდი ტერიტორიები და ეწევა ფაქტობრივად დაამუშავებს ბამბას და ბამბის გაყიდვით ძალიან დიდ შემოსავალს ნახულობს და იქ ისეთი ადამიანები, ასე ვთქვათ, უწევენ აი ამ ყველაფერს პროპაგანდას და მოსწონთ, როგორებიც არიან ვაშინგტონი, ჯეფერსონი, ჯეიმს მედისონი, ანუ ესენი ჩვეულებრივი დამაარსებელი მამები არიან, რომლითაც ჩვეულებრივი მონები ჰყავდათ. და ფაქტობრივად გამოდის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დამაარსებელი მამები იყვნენ, ისინი თავადვე მიხვდებოდნენ თუ მონობა უნდა გაექვემებინათ, კანონში აღარ ჩაწერდნენ მაშინ ამას და თავიდანვე გახდებოდნენ მონები. დააკვირდით ახლა 1799 წლისთვის როგორი მდგომარეობაა. 1799 წლისთვის 8 შტატი 13 შტატიდან არის მონათა შტატები და აქ შედის ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი, ნიუ-ორლეანი, მერილენდი, უბრალოდ ვირჯინია, ჩრდილო კაროლინა, სამხრეთ კაროლინა და საქართველო, ხო, რომელიც არის იქ მოცემული ამ შემთხვევაში და ეს კოლონიები მთლიანად არის მონათა შტატები, ხოლო თავისუფალი არის 5, ამ 5-დან ხედავთ უკვე ლურჯი ფერით არის მოცემული. ანუ პრაქტიკულად ერთ საუკუნეში დააკვირდით როგორ შეიცვალა მდგომარეობა. შტატები 1860 წლისთვის უკვე მწვანე ფერით არის free states მონიშნული, რომელიც არის უკვე მონობისგან თავისუფალი და 1860 წლისთვე წითელი ფერით ხედავთ თქვენ მონობის მომხრე შტატებს. ანუ რაოდენობრივად თითქმის თანაბრად არის შტატების რაოდენობა ზუსტად იქაც და აქაც. საბოლოო ჯამში აი ამ მონობას ჯერ კიდევ 1807 წელს საერთაშორისო თვალსაზრისით ბრიტანეთი აკრძალავს
მონათვაჭრობას და აი ამ კონტექსტში სამხრეთის შტატებში ამ ფონზე 53% მოსახლეობის ოჯახებში მონები იყვნენ. ანუ წარმოიდგინეთ 53% მოსახლეობაში თუ მონები ყავს, რა რაოდენობის მონა უნდა ყოლოდა, რომ ექსპლუატაცია გაგეწია მათი. 9 მილიონი თეთრკანიანიდან 3.5 მილიონი მონა იყო. ამ შემთხვევაში და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა ამ შემთხვევაში. 1862 წელს აი ეს მდგომარეობა მონათა შორის მცირე კონფლიქტები, როგორც ასეთი, ისე ვითარდება საბოლოო ჯამში, რომ მიდიან ნელ-ნელა რაღაცა აჯანყებებზე და პირველი რაც ჩვენ შეიძლება გამოვყოთ ეს არის 1820 წლის მისურის კომპრომისი, რომელიც მონების გავრცელების საკითხის დროებით დაბალანსებას მოიცავდა. 1850 წლის კომპრომისიც არის, რომელიც კრიზისის შეჩერებას დროებით მოიცავდა და აქ ჰომსტედების აქტის უბრალოდ fugitive acts, ასე ქვია, slave acts მიიღებენ და ამით რაღაცნაირად უნდა შეეჩერებინა და პირიქით გაამწვავებს ეს ყველაფერი. მე 1854 წელს კიდევ ერთი კანზა-ნებრისკის აქტი გაფორმდება, რომელიც არის ტერიტორიების, ასე ვთქვათ, მიხედვით არჩევანი, ვისაც რა უნდა იმას აირჩევს და ტერიტორიების მიხედვით არჩევანის უფლება ენიჭებოდა შტატებს და აი ნახეთ როგორი მდგომარეობა მიიღეს უკვე ტერიტორიული პრინციპით. რატო? ჩრდილოეთი ძალიან განვითარდა და ის უფრო განვითარებული და ინდუსტრიულებული გახდა. სამხრეთში კიდე პლანტაციური მეურნეობა იყო მთავარი შემოსავლის წყარო და ეხლა არ აწყობდათ ამათ მონობის გაუქმება. შესაბამისად აი ამ კონტექსტში კანზას-ნებრასკის აქტი, რაც 1854 წელს მიიღეს, ტერიტორიების გადაცემა არჩევანის უფლებით და ეს არ ვიცი, მგონი წიგნში ცალკე არა გაქვთ გამოკვეთილი და შეგიძლიათ მოინიშნოთ, არის პირველი მიზეზი, რითიც დაიწყო სისხლიანი კანზასის ეტაპი, რომლითაც ზოგიერთ ამ შემთხვევაში შტატში პირიქით მოხდა, დაპირისპირებაც კი მოხდა და 1860 წელს, როდესაც უკვე პრეზიდენტად აირჩიეს აბრაამ ლინკოლნი, მის არჩევას სამხრეთში უკვე მოხვა მონობის მომავალზე ერთგვარი სიგნალის ანთება, წითელი სიგნალის, იმიტომ რომ აბრაამ ლინკოლნი ცნობილი არის იმით, რომ მას მონობა არ უნდოდა და ამაში არის ძალიან დიდი მას მიუძღვის უდიდესი როლი. თუ ჩვენ დაუკვირდებით ახლა რეალურად პროცესს, ვის რა მიზეზი ჰქონდა, ვნახავთ, რომ ძალიან უცნაური მიზეზებია საბოლოო ჯამში. ხო, აქვე მინდა გამოვკვეთო ჰომსტედების აქტი 1862 წელს, რაც არის მიღებული და ამ აქტით რაღაცნაირად ხელს უწყობდნენ მონებს და ზოგადად სამხრეთელებს აბოლიციონისტები, რომელიც იყვნენ მონობის გაუქმების მომხრეები, რომ თქვენ შეგიძლიათ დასავლეთში დასახლდეთ, მიწა მიიღოთ, დაამუშაოთ ეს მიწა, ოღონდ საკმაოდ დიდ მიწას თავაზობდნენ, მოკლედ ამ შემთხვევაში და ოღონდ მონობას საანთავი დაანებეთ ამ შემთხვევაში. ეს ბოლომდე საბოლოო ჯამში ვერ შესრულდა, იმიტომ რომ დიდად არ დაინტერესდნენ ამით და საბოლოოდ 1834 წელს უკვე ბრიტანეთმაც აკრძალა თვითონ საკუთარ კოლონიებში მონობა და ამ ყველაფრის ფონზე უკვე სამხრეთის შტატები თითქმის რჩება, ასე ვთქვათ, კუთხეში მიმწყდეული, რომ მათაც უკვე ყველაფერი ისე მიდის, რომ ყველა აკრძალოს ამ მონობას და თქვენც აკრძალეთ ახლა რას ელოდებით. ხო, ახლა სამხრეთელები შტატებს აქვთ ერთი გზა. ან აკრძალონ ეს მონობა, ან გაჯიუტდნენ ჩვენი მამა მარჩენალივით და თავის ბოლომდე იბრძოლონ თავიანთი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და არაფრის დიდებით არ დათმონ ეს მონობა. ეხლა ცოტა კიდე უფრო დიდი სიგიჟე არის ის, რომ სამხრეთის შტატები ერთი რომ უარს აცხადებს მონობის გაუქმებაზე და მის წინააღმდეგ საბაჟო ტარიფები იზრდება,
მეორე არის ის, რომ შავი რასა, რომელიც იყო უმდაბლესი ფენა, ისინი ანუ პრაქტიკულად არ უნდა შეერთებულიყვნენ ამ აჯანყებას თუ სამოქალაქო ომს ჩრდილოელების ხარეს. ანუ მე რომ ვარ მონა, მე იმიტომ უნდა ვიბრძოლო ჩრდილოელების ხარეს, რომ ისევ მონად დავრჩე. ეს არის რაღაცა დებილობა რა, ანუ მე თუ მონა ვარ, რატომ უნდა ვიბრძოლო იმის გამო? ეს ცოტა საქართველოს ეფექტია ამ შემთხვევაში, მაგრამ მაინც რა, ანუ მონა თუ ხარ, უნდა იბრძოლო გათავისუფლდე. რატო უნდა დარჩე მონა? და ეს იყო სასაცილო ზუსტად და შესაბამისად სამხრეთელების ეს შტატები, რომელშიც თეთრკანიანი პროტესტანტები იყვნენ, ბიზნესმენები, მდიდარი ფერმერები, ინტელექტუალები, ქარხნის მუშები და თავისუფალი შავკანიანები, აი ეს საზოგადოება ფაქტობრივად ერთიანება იმის გამო, რომ მოდით ჩვენ დავასრულოთ მონობა და მონებიც თავის მხრივ, რომელიც 3.5 მილიონამდე იყო რიცხვი დაახლოებით, ისინი დაგვეხმარებიან ჩვენ ამ ყველაფრის პრაქტიკულ წარმართვაში, როგორც ასეთი და 1854 წელს როგორც ასეთი დაარსდება რესპუბლიკური პარტია თავისი პირველი 3 შტატით და ამ შტატების დაარსდება 1854 წლიდან დაიწყება უკვე პროცესი უფრო აქტიური, რომლითაც უნდა მომხდარიყო რაღაცნაირად აი მიწე თუნდაც ეღარაც ვახსენე უშუალოდ ის აქტი 1854 წელს კანზას ნებრასკის აქტი, რომლითაც ტერიტორიებს მიეცათ თავისუფალი არჩევნის უფლება. ანუ ეს აქტი, კანზას ნებრასკის აქტი, არის სწორედ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მან სისხლიანი კრიზისი გამოიწვია. და 1854 წლიდან ეს ყველაფერი უფრო და უფრო გამწოდა და 1857 წელს დრედ სკოტის გადაწყვეტილება, როდესაც უზენაესმა სასამართლომ მონათმფლობელური ბანაკის პოზიციები გააძლიერა და აქ მნიშვნელოვანი დეტალი გამოსაკვეთი არის ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად რაღაცნაირად მონებს უთხრა, რომ თქვენ რაც არ უნდა იბრძოლოთ, თქვენს წინააღმდეგ მაინც იქნება ბოდიში თქვენ წინააღმდეგ მაინც იქნება რაღაცა ისეთი დამოკიდებულება, რომელიც ზოგადად ადამიანებს ჰქონდათ სხვათა შორის მერე მონობის გაუქმების შემდეგ საუკუნეების განმავლობაში. სახელი ის, რომ დიქს ეძახდნენ და სამხრეთელები ასეთი სახელით ჩერჩენ, ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ მონობა მიუხედავად იმისა, რომ გაუქმდა საუკუნის განმავლობაში ესენი მაინც უმდაბლეს და გარიყულ ფენად იყვნენ წარმოდგენილი. ხანდახან ამბობდნენ სხვადასხვა წყაროებში და ბევრჯერ თვითონ მონებიც, ანუ შავი რასაც ამბობდა, ამას ჯობდა ისევ მონად დავრჩენილიყავი, ღირსებას შემინარჩუნებდიო. იმდენად უღირსი ცხოვრების წესი დაეწყოთ მერე და იმდენად არაფრის მომცემი. და ნუ იმათ ცალკე იბრძოლეს მერე მარტინ ლუთერ კინგის ეპოქით თუ განვაგრძოთ ამ შემთხვევაში მონობის შავკანიანი რასის უფლებებისთვის. ხო, ეხლა რაც შეეხება დრედ სკოტის გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი და რატო? იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკამათო გადაწყვეტილება, რომელმაც ქვეყანა სამოქალაქო ომისკენ დაახლოვა, მიიღო. დრედ სკოტი იყო აფრო-ამერიკელი მონა, რომელიც გარკვეული დროით ცხოვრობდა თავისუფალ შტატებში და ტერიტორიებზე, სადაც 1854 წლიდან მიცემული ჰქონდათ უფლება, რომ თავისუფალი მონობისგან თავისუფლები ყოფილიყვნენ და შესაბამისად ის ამტკიცებდა, რომ ამის გამო თავისუფალი ადამიანი გახდა და სასამართლოსგან თავისუფლების აღიარებას ითხოვდა. ანუ მე იქ სადაც ვარ ცხოვრები, ანუ თავისუფალ შტატში, დრედ სკოტი ამბობს, რომ რადგან აქ ცხოვრობ, მეც თავისუფალი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ფერადკანიანი ვარ. რა გადაწყვიტა სასამართლომ? უზენაესმა სასამართლომ მთავარი მოსამართლე იყო როჯერ ტენი, მისი ხელმძღვანელობით მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც
აფრო ამერიკელები აქ მონებიც არიან ამ შემთხვევაში შესული მარტო მონები არ არიან თავისუფალი მოქალაქეებიც და ზოგადად მონებიც ამ შემთხვევაში ვერ მიიღებდნენ და არ იყვნენ აშშ-ის მოქალაქეები და შესაბამისად ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეტანის უფლება მათ საერთოდ არ ჰქონდათ. ასევე ამ გადაწყვეტილებამ გამოკვეთა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. მონის თავისუფალ ტერიტორიაზე ცხოვრება ავტომატურად არ ანიჭებდა მას თავისუფლებას. და შესაბამისად ამან მონებს დააჯერა, რომ მე ტყუილად ვიბრძოლებ მონობისთვის, იმიტომ რომ რომც გავთავისუფლდე, ხო? მაინც მონად დამტოვებს, ანუ აშშ-ის უზენაესი სასამართლო იღებს ასეთ გადაწყვეტილებას და თუ ერთ მონას გაუკეთა, მეც იგივეს გამიკეთებს. ანუ თან საინტერესო რა არის? კონგრესს თვითონ არ ქონდა უფლება, რომ აეკრძალა მონობა მთლიანად ფედერალურ ტერიტორიებზე. ანუ ის კონგრესი ფედერალურ ტერიტორიებზე სამხრეთში ვერ გრძალავს მონობას და აი ეს 1820 წლის მისურის კომპრომისი, რომელიც არაკონსტიტუციურად გამოცხადა, ეგეც არის ზუსტად ამისი დასტური და სასამართლომ აი ამ ყველაფრით ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მონების გათავისუფლების შემდეგ თუნდაც სამართლებრივად ისინი მაინც გარკვეულწილად საკუთრებად ითვლებოდნენ და შესაბამისად მათი გათავისუფლება არ გათავისუფლებას უაზრო იყო რა. თუ მაინც საკუთრება იქნებიდა, შენ ვერ გათავისუფლებს ფედერალური სასამართლო და კონსტიტუციისგან დაცული არ ხარ, ვიღასთვის უნდა ვიბრძოლო. ამიტომ აი ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გააძლიერა დაპირისპირება და საბოლოო ჯამში, როცა უკვე აბრაამ ლინკოლნი გახდა პრეზიდენტი და მან ფაქტობრივად დაიწყო ბრძოლა მონობის წინააღმდეგ სამხრეთში, მას ყავდა ძალიან ცოტა მომხრე. და თითქმის არავინ არ უჭერდა კონგრესში და ეს ფილმი, რომელიც მე გითხარით აბრაამ ლინკოლნზე, აი ამ ყველაფერს ძალიან მკაფიოდ გამოკვეთს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა უაზრო საყურებელია, მე თუ მკითხავთ, შინაარსობრივად ძალიან ისეთი კარგია, მოკლედ აღქმადია ზუსტად რა მდგომარეობა იყო ზოგადად ამერიკის ცოტა დაძაბული ვუსმენდი, რომ აზრი გამომეტანა ვუყურე მაგ ფილმს და აი უნდა რაღაცა სულ ყურადღებას ვერ მოადუნებ რა. იცი, იმიტომ რომ არის თეორიული ფილმია რაღაცნაირად, აი სულ არის დიალოგები, მოქმედებითი არ არის და ეს დიალოგების აღქმაც ვერ ხდება, იმიტომ რომ თუ დიალოგი გინდა აღიქვა, მინიმუმ უნდა იცოდე მცირედი ისტორია მაინც რა ხდება. ხო და ეს ყველაფერი ცოტა ართულებს აღქმას, მაგრამ ახლა რო ისწავლით და წაიკითხოთ, სასახად უფრო გამოკვეთს ვინ არის, ვინ რას აკეთებს და ფილმში რა კონტექსტია გამოკვეთილი. აი ამ მოცემულობით ლინკოლნმაც და დრედ სკოტის სასამართლო პროცესმაც აფროამერიკელი მონის გადაწყვეტილებაზე სამოქალაქო ომი დააჩქარა. 1861-65 წლებში დაიწყო ომი, ლინკოლნის შვილიც ომში იყო თვითონ ჩართული და გამოსაკვეთია ესეც, ვის უპირისპირდება ამერიკის კონფედერაციული შტატები, რომელიც 1800 ფაქტობრივად 54 წლის შემდეგ აქტიურად უპირისპირდება და რაღაცნაირად ცდილობს მონობის უფლებათა დაცვას, ან მონობას იცავს, უპირისპირდება ჩრდილოეთის შტატებში. ანუ ვინ შედის ამერიკის კონფედერაციულ შტატებში? აქ არის სამხრეთ კაროლინა, აქ არის ფლორიდა, აქ არის ალაბამა, ჯორჯია, ლუიზიანა და ტეხასი, რომელსაც მერე ორ თვეში შეუერთდნენ ვირჯინია, არკანზასი, ჩრდილოეთ კაროლინა და ტენესი და 1864 წლის 4 მარტით დედაქალაქით რიჩმონდი, აი ეს კონფედერაციული შტატები ფაქტობრივად არის ცალკე გამოყოფილი და იმ ამერიკასთან, რომელიც შტატების სახელით არის ცნობილი, 21 მილიონი ადამიანი სადაც ცხოვრობს, აღარ არის კავშირში არანაირად, ეს ცალკე სახელმწიფოა, ცალკე კონსტიტუცია აქვს, მონები ხავს, თქვენ თუ არ გინდათ მონები, ჩვენ გვეყოლება და ვიქნებით ასე არხეინად. აქ ეხლა რა არის საინტერესო?
საინტერესო ის არის, რომ რაოდენობრივათაც არის ძალიან დიდი სხვაობა. ანუ რეალურად ეს 21 მილიონი ადამიანი უპირისპირდება 9 მილიონს. თვითონ სულ რო არაფერი არ მომხდარიყო, რიცხვები ამბობს, რომ აი შეუძლებელია რაღაცნაირად ამის პრაქტიკული გამოკვეთა. და 1800 ასე ვთქვათ, 61 წლის 4 თებერვალს კონფედერაციული შტატების შექმნა, აი აქ შეგვიძლია თარიღიც მივაწეროთ, რომ წლის 4 თებერვალი არის ზუსტად ის ეტაპი, როდესაც სამხრეთის 7 მონათმფლობელური შტატი ოფიციალურად წარმომადგენლები შეიკრიბებიან, ეს არის მონტგომერში და მონტგომერში ჩამოაყალიბებენ ახალ სახელმწიფოს, რომელსაც ეწოდა ამერიკის კონფედერაციული შტატები. და მონტგომერის შეხვედრა არის სწორედ ამისი საწყისი დეტალი. მოგვიანებით, როგორც გითხარით, მას უკვე უერთდება ეს ორ თვეში ვირჯინია, არკანზასი, ჩრდილოეთ კაროლაინა და ტენესი. ანუ რეალურად მთავარი მიზეზი კონფედერაციული შტატების შექმნისა არის ის, რომ მე მინდა მონობა. და მონობა რადგან მინდა, მე თანახმოვარ შენ გამოგეყო სახელმწიფოებრივად და აი ამის ფარგლებში კონფედერაციის შტატების შექმნიდან შემდგომი წლების განმავლობაში იწყება ომი იმისთვის, რომ ამერიკამ სამხრეთი დაიპყროს და მას უთხრას, რომ მონობა არ არის კარგი. და რაღაცნაირად ეს უნდა გაითვალისწინო, ანუ გაიაზრო, რომ შენი მონები არიან, რა ვიცი, ჩვეულებრივი ადამიანები. აი ესეთი ამბავი, აი ესეთი ისინი პროპაგანდა გაუშვა მე მან რა ქვია ჩრდილოეთმა, რომ ადამიანი დაიბადა თავისუფალი და საინტერესო რა არის, იცი ესენი ეუბნებიან, თქვენ ხო ასე ცხოვრობდით საუკუნეების განმავლობაში და რა შეიცვალა შემთხვევაში, რა განსხვავება გქონდა ისეთი საუკუნეებს და დროს, რომ თქვენ ეს გაიაზრეთ და რაღაც. ყოველ შემთხვევაში აქ მინდა გამოკვეთო, რომ ის, ვინც ამას სათავეში ჩაუდგა, კერძოდ ეს არის მთავარი ლიდერი ჯეფერსონ დეივისი, რომელიც მთლიანად კურირებდა ამ ყველაფერს. აქაც მივაწეროთ ეს. და ეს ჯეფერსონ დეივისის შემდგომ უკვე შეცვალა ალექსანდრ სტეფანმა და ამიტომ კაფეოთ რო გამოვკვეთოთ ვინ შექმნა კონფედერაცია, შეიძლება პირდაპირ ჯეფერსონ დეივისზე კონდეს აქცენტი. აი ამ კონტექსტში დაიწყო უკვე კონფლიქტი. 21 მილიონი ადამიანი უპირისპირდება 9 მილიონს. ომის დაწყების პირველი მიზეზი არის ფორტ სამსტერის ბაზაზე თავდასხმა, რომელიც ჩრდილოეთმა დაგეგმა 1861 წლის 12 ապრილს და ფილმში გამოკვეთილია ეს. ძალიან ფრაგმენტულად ამ შემთხვევაში мотиваციები ჩრდილოელების სამხრეთელებთან შედარებით რასაკვირველია უფრო დიდია. სახელმწიფოს გაერთიანება უნდა ჩრდილოელებს მონობის წინააღმდეგ იბრძვიან ბრძოლა პატრიოტიზმი. სამხრეთელების мотивაცია არის რომ მონობა შევინარჩუნოთ. ომის დაწყებიდან მალევე 190,000 მონა გადავიდა ამ შემთხვევაში რესპუბლიკელების მხარეს, სამხრეთელების წინააღმდეგ, კონფედერაციის წინააღმდეგ დაიწყო მონობა. ვილიამ სიუარდი, რომელიც ფაქტობრივად აი ამ პროცესის წინააღმდეგ გამოდიოდა, რომ ეს სამოქალაქო ომი უფრო რთულ მდგომარეობამდე არ მისულიყო, მონობის გადადებას დროებით ეთანხმებოდა და საბოლოო ჯამში გადაავადეს მონობის გაუქმებას, ბოდიში დროებით ეთანხმებოდა. საბოლოო ჯამში თითქოს რაღაცა უნდა და 1861 წლის 1 იანვარს მომხდარიყო ეს და რაღაცნაირად ამით ცდილობდა თარიღის მოძებნას და ამით ამბობდა რომ აი რომ გადავავადებს და აი ამ თარიღამდე გვაცალეთ და ბარე მორჩებით აი საქმეს დაამთავრებენ მონები და მე უკვე ვნახოთ იქნებ რაღაცნაირად გადავავადოთ. ბამბას დავაბინავებთ და მე ხო ბამბას დავაბინავებთ, შვილები ყავს, ანუ შივრები და რაღაცნაირად გავყიდით ამ ბამბას და შესაბამისად. ანუ ეს ადამიანი რატომ არის რეალურად მნიშვნელოვანი? ეს ამერიკელი პოლიტიკოსი
რომელიც ცდილობს ყველაზე ცნობილი სწორედ ამიტომ არის რომ მან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე იყო მონობის გავრცელების და ეკუთვნოდა სწორედ რომ რესპუბლიკურ პარტიას და მან თქვა რომ მოდი გაი ვადა მივცეთ რა აი აქამდე იყვნენ და მე იქნება რაღაცნაირად ის ქნა რა ქვია გაიაზრონ რომ მონობა ცუდია და შესაბამისად იგი როგორც კი პრეზიდენტი გახდა ლინკოლნი ვილიამ სიუარდი დანიშნა ლინკოლნმა სახელმწიფო მდივნად და სამოქალაქო ომის წლებში პრეზიდენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მრჩეველი იყო ივანი ლინკოლნის და აქვე შეგვიძლია მივაწეროთ მრჩეველიც. ანუ რეალურად მან ერთი შეხედვით ძალიან სწორი შეხედვა მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ თუ მისცემ დაბინავების უფლებას, რატომაც არა, ანუ რეალურად მე ხო არ მინდა რომ ჩემივე ქვეყნის მოქალაქეები დავხოცო და ძალიან პრაგმატული პოლიტიკა, კაი, გქონდეთ ჯანდაბას მონობა, ოღონდ ცოტა ხანსაც დავაცადოთ და უთხრათ, რომ აი პირველი ახალი წლიდან დაიწყეთ უკვე ახალი ფურცლიდან და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ის ქნათ. ხო, აქ კიდე შეიძლება ვილიამ სიუარდთან ეს თემის გარეშე რომ გამოვკვეთოთ, რატომ იყო მნიშვნელოვანი. მან სიუარდის ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანი დიპლომატიური ნაბიჯი იყო, რომ 1867 წელს მან შეიძინა ალიასკა რუსეთისგან. რაღაც დაბალ ფასად მე მგონი, ხო? ძალიან დაბალ ფასად. ამ პიროვნებამ შეიძინა? ეს იყო მისი თავარი, კი, ეს არის თავარი აქტორი. ფასი იყო ამისი 7.2 მილიონი. ბიძინა ივანიშვილი ღირდა ალასკა, მარტივად რო ვთქვათ. მისი ქონება რაც ღირს და თვითონ ეს კაცი ხო ფულად არის ქცეული და ბიძინა ივანიშვილად იყიდა ფაქტობრივად და ბევრი ამერიკელი აი ამ გარიგებას, რომელიც მან სიუარდის გარიგების სახელით არის, ანუ უბრალოდ Seward's Folly ეწოდა, სიუარდის სიგიჟე ეწოდა, ვერ იგებდა რატო იყიდა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ალასკა იყო ძალიან დიდარი ოქროთი, ძალიან ბევრი ნავთობი ჰქონდა, სხვადასხვა რესურსებით იყო აღჭურვილი და საბოლოო ჯამში ეს გარიგება რაც რუსეთთან ეს ყველაფერი რუსებმა არ იცოდნენ. ნუ რუსებს რო ეცოდნოდათ ალასკას როგორ გაყიდიდნენ. პირიქით ახლა რუსები ამ მდგომარეობაში ძალიან ცუდ დღეში იყვნენ და ფული სჭირდებოდათ და შესაბამისად 1865 წლის კრიზისი აქვთ ხო რუსებს. კი, 1865 წლის 14 აპრილს იმავე ღამეს, როდესაც ლინკოლნი მოკლეს კუტმა შეთქმულებმა სცადეს ვილიამ სიუარდის მოკვლაც თუმცა ვერ მოკლეს, ანუ ძალიან მძიმედ დაიჭრა საბოლოო ჯამში და აი ამ კონტექსტში შეიძლება ითქვას, რომ ვილიამ სიუარდი ერთ-ერთი მთავარი აქტორია, ფიგურა, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა პრაქტიკულად სამოქალაქო ომის მიმდინარე დიპლომატიურ ომში და ეს ინიციატივაც მას ეკუთვნოდა. მართალია ეს ინიციატივა ჩავარდა ბოლომდე არ გამოვიდა და რაღაცნაირად ვერ მიიღეს, მაგრამ მაინც ეხლა კიდევ არის ერთი საინტერესო დეტალი, რა მდგომარეობა არის, რა ქვია, სიტყვები მოვიწყდება. ინდუსტრიულად რა მდგომარეობა. ესე იგი, რკინიგზა და აი ტელეგრამი, მათ შორის ორთქლის გემი, ეს ყველაფერი თქვენ გაიარეთ ზოგადად ინდუსტრიალიზაციის ნაწილში და იცით რა შეიქმნა ზოგადად ინდუსტრიალიზაციის დროს. რკინიგზა, რომელიც ჩრდილოეთში იყო და სამხრეთში არ იყო, ტელეგრამი, რომელიც ინფორმაციის გაცვლა გამოსვლას ძალიან სწრაფად ხდებოდა და ესეც ჩრდილოეთში იყო და სამხრეთში არ ჰქონდათ, ორთქლის გემი, რომელიც ასევე გადაადგილებისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქტობრივად ვაჭრობას ხელს უწყობდა რაღაცნაირად უფრო მნიშვნელოვან იმაზე პროდუქტები გადაეტანათ რაც შეიძლება სწრაფად, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ რეალურად აი ამ კონტექსტმა საერთოდ შექმნა მთლიანად ბედი ომის
როგორი უნდა ყოფილიყო შემდგომში და შესაბამისად აქ ერთი მნიშვნელოვანი ტერმინი უნდა გამოვყოთ რომელსაც ჩვენ სხვაგვარად შეიძლება უწოდოთ რაღაცნაირად დაყოფა ჩრდილოეთის სამხრეთ და სექციონალიზმი რაღაცნაირად რა არის სექციონალიზმი ეს ნიშნავს ქვეყნის შიგნით რეგიონალური ინტერესების, იდენტობების და ეკონომიკური მოდელების ისეთ გამძაფრებას, როდესაც საერთო პოლიტიკური სივრცე იშლება. და აი ამ სიმდიდრემ და ძალიან სიძლიერემ ჩრდილოეთისამ, იმდენად სხვანაირი გახადა თვითონ ჩრდილოეთი, აი დღესა და ღამესავით განსხვავდებოდა ესენი უკვე რომ აი ერთად როგორ უნდა იყვნენ ესენი. აი ეხლა არ არის სილამაზეს რაღაცა შეფასება, მახინჯი და ლამაზი წვილი. ერთად როგორ უნდა იყვნენ. ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში სექციონალიზმი არის განსაკუთრებით მე-19 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პირველ ნახევარში განსაკუთრებით, რადგან ჩრდილოეთი, სამხრეთი და დასავლეთი განსხვავებული ტემპით ვითარდებოდა და ძალიან განსხვავებული ტემპით ვითარდებოდა და დღესაც პრინციპში ასეა. სიმართლე გითხრათ, ეხლა მე დიდი ამერიკათმცოდნე არ ვარ, მაგრამ მე რა ინფორმაციაც მაქვს ფაქტობრივი არის ზუსტად ასეთი მდგომარეობა. ჩრდილოეთი ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე სამხრეთი ამ შემთხვევაში. ნუ დასავლეთზე არაფერს არ ვამბობ ამ შემთხვევაში. ანუ ჩრდილოეთი იყო ინდუსტრიული კომერციული განვითარების ცენტრი და აქ იზრდებოდა მოსახლეობა, იმიგრაცია, რკინიგზა, რაც ყველაზე მთავარია, ქსელი, განათლების ინსტიტუტები, ჩრდილოეთი უფრო მეტად არის დაკავშირებული ეროვნული ბაზრის გაფართოებასთან და რაღაცა ფედერალური მთავრობა, რომელიც ფაქტობრივად მართავს ინსტრუქცია, ინფრასტრუქტურა მთლიანად აქვს მას მხარდაჭერილი და გაძლიერებული და შესაბამისად სამხრეთი ამ დროს არის აგრარული, პლანტაციური, ექსპორტზე ორიენტირებული, ბამბის წარმოება გლობალურად აქვს ფაქტობრივად და გლობალურ ბაზაზეა ჩართული და შესაბამისად ისინი ხშირად ბამბის მეფეებადაც იწოდებოდნენ. ანუ რეალურად ეს ბამბის მეფობა საბოლოო ჯამში უნერგავს იმას, რომ აზრს, რომ მათ უნდა იბრძოლონ იმისთვის, რაც ერთადერთი შემოსავლის წყაროა ფაქტობრივად მათი. აი ეს კიდევ არის რწმენა, რომ ომის დროს დიპლომატიური შეცდომად იქცა ის, რომ ევროპამ დაიჯერა თითქოს, რომ რაღაცნაირად ამერიკის ბამბის გარეშე ვერ იარსებებდა. თვითონ ბრიტანეთსაც და საფრანგეთს სურდათ, რომ კონფედერაცია მიუხედავად იმისა, რომ აღიარეს და დამოუკიდებლად ოფიციალურად აღიარებული არ ყოფილიყვნენ და ბამბის პლანტაციის გაქრობას ხელს უშლიდნენ. ხო. ანუ რეალურად ბამბა რომ არ გამქრალიყო ეს პლანტაციური მეურნეობა და ინფრასტრუქტურა, ინდუსტრიალიზაცია, ამას ხელს უწყობდნენ შემთხვევაში ფრანგები და ინგლისელები, იმიტომ რომ ამით რაღაცნაირად კოლონიალისტური იდეა შეენარჩუნებოდა. დასავლეთმა შეიძლება ითქვას, რომ აი ამ კონფლიქტში განსაკუთრებული როლი ითამაშა, იმიტომ რომ ის, რაც აი ამ ტერიტორიაზე ახლა ამ რუკაზე თქვენ უნდა ნახოთ, ხო? ის იყო წარმომადგენელი იმ მომავლისა, რომელიც საბოლოო ჯამში მიწას შესაძლებლობას და დემოგრაფიულ ზრდასთან ასოცირდებოდა. ანუ ეს შეერთებული შტატების ტერიტორიები აუთვისებელი იყო. ანუ აქ უნდა დასახლებულიყვნენ სამომავლოდ და სწორედ დასავლეთის სტატუსმა აქცია მონობის საკითხი მუდმივ კონსტიტუციურ კრიზისად. რატო? თუ დასავლეთის გარკვეული შტატები გახდებოდა თავისუფალი და ეს თავისუფლება მათ მიენიჭებოდათ, საბოლოო ჯამში სამხრეთის პოლიტიკური წონა, როგორც ასეთი, შემცირდებოდა და თუ მონათმფლობელური გახდებოდა,
სამხრეთი და იქნებოდა მონათმფლობელური, მისი მონობის ინსტიტუტი გაძლიერდებოდა და შესაბამისად მისი წონაც გაიზრდებოდა. ანუ რეალურად დასავლეთის არ განვითარების, კი არა და დასავლეთის განვითარების შიშით სამხრეთის შტატებმა მონობა მიიღეს და დაიცვეს ბოლომდე. იმიტომ რომ მათი პოლიტიკური წონა არ დაკარგული იყო. ჩრდილოეთმა ეს თავისუფლად მიიღო და განვითარდა კიდეც და შესაბამისად ამერიკის სამოქალაქო ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის სწორედ სექციონალიზმი, რომელიც ხელს უწყობდა აი ამ ერთა ასე ვთქვათ რეგიონთა შორის კონფლიქტებს და საბოლოო ჯამში ეს რეგიონთა შორის კონფლიქტები არის სწორედ რომ გასააზრებელი ძალიან მკაფიოდ. ნუ ეს კომპრომისული შეთანხმებები რაც თქვი, იყო ფაქტობრივად უბრალოდ დროებითი რაღაცნაირად შეჩერება იმ აქტების რაც უნდა გამოკეთებულიყო, მაგრამ ერთს კიდევ დავამატებ 1859 წლის კომპრომისულ შეთანხმებას, აქ არის ჯონ ბრაუნის ერთ-ერთი მთავარი ქცევა, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთში გააძლიერა შიში, ბრაუნი მონებს აჯანყების პროვოცირებას ცდილობდა და თვითონ მონების გამოსვლა უნდოდა ფაქტობრივად, თუმცა ეს მცდელობა ჩავარდა და ეს რეიდი სამხრეთში აღიქვეს იმის მტკიცებულებად, რომ ჩრდილოეთის რადიკალური ჯგუფები ცდილობდნენ სამხრეთში მთლიანი წესრიგის მოშლას და განადგურებას და ჯონ ბრაუნ რეიდ ჰარპერის ეს ქცევა, რომელმაც სამხრეთში რაღაცნაირად უნდა ააჯანყოს მონები, ჩაიშალა და საბოლოო ჯამში ვერაფერი ისეთი შედეგი არ მოჰყოლია როგორც ასეთი. ამან კიდევ ერთხელ დაარწმუნა სამხრეთელები, რომ მონობა უნდა დაეცვათ, იმიტომ რომ თუ მონობა გაუქმდებოდა, მთლიანად სტრუქტურა შეიცვლებოდა და აი ამ სტრუქტურას მოჰყვებოდა მათი განადგურებაც როგორც ასეთი. ამ კონტექსტში ტოტალური ომი იყო ყველაზე მომგებიანი. რატო? ეხლა ნახეთ, თუ ტოტალურ ომს გამოუცხადებ იმ ქვეყანას, რომელსაც არაფერი არ გააჩნია, ანუ რა არის ტოტალური ომი? შენ უნადგურებ მეურნეობას და ინფრასტრუქტურას და შესაბამისად ის თავარი შემოსავლის წყარო არის სწორედ ეს და ისე ჩამოიშლება და განადგურდება. ამიტომ რაც გასააზრებელია აქ სწორედ ისე მოხდა. ზუსტად გეგმის მიხედვით წავიდა ყველაფერი, მეურნეობა გადაუწვეს, აი ხშირი იყო პლანტაციების გადაწვა, მოულოდნელი აფეთქებები, ამ შემთხვევაში დაბომბვა, ეგრეთ წოდებული, რა თქმა უნდა, ესეთ ჭურვები არ იყო, მაგრამ რაც იყო იმით ყველაფერს იყენებდა ჩრდილოეთი, რომ მონები იძულებულნი გამხდარიყვნენ, რომ მათ ხარეს უფრო და უფრო მეტი გადასულიყო და ებრძოლათ. ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი, რომელიც არის გენერალი უილიამ შერმანი, ეს არის ჩრდილოეთის ასე ვთქვათ, კავშირის გენერალი და ის იბრძოდა კონფედერატების წინააღმდეგ გამორჩეული ადგილი ეკავა მას 1863 წლის 1 ივნისს გეტისბერგის ბრძოლაში, რომელშიც მსხვერპლი იყო 50,000 ჯარისკაცი და აი ამ ბრძოლამ შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვიტა და გეტისბერგი არის ხშირად ყველაზე ცნობილი ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობდა, როგორც გითხარით, 3 დღის განმავლობაში და საბოლოო ჯამში ამის შემდეგ პენსილვანიაში კონფედერაციულმა არმიამ ვერ შეძლო ვერანაირად კავშირის ხაზების შეჩერება, ვერც პიკეტირება მათი შემოტევების და საბოლოო ჯამში ეს შეტევა გახდა სამხრეთული მართლობის დასრულების სიმბოლოდ. გეტისბერგის შემდეგ სამხრეთელებს აღარ ჰქონდათ ჩრდილოეთის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომების წარმოების შესაძლებლობა და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი უკვე მარცხისკენ მიდიოდა. ვიქსბურგის კამპანია, რომელიც სამხედრო სტრატეგიის კლასიკური მაგალითია, არის ერთ-ერთი გამორჩეული ასევე მისისიპის მდინარის კონტროლს ნიშნავდა, მისი მიზანი ეს იყო ყოველ შემთხვევაში და ამით დასავლეთსა და აღმოსავლეთის კონფედერაციული სივრცეების გაყოფა უნდოდა. ვიქსბურგის დაცემამ ჩრდილოეთს მისცა ლოგისტიკური უპირატესობა და საბოლოო ჯამში დადასტურდა გენერალ გრანტის როგორც სტრატეგის მნიშვნელობა და შესაბამისად
აი ეს გენერალი ულისეს გრანტი, რომელიც 1864 წელს დაინიშნა და მისი ეს იდეები განახორციელა, სწორედ მისი წარმატებით დასრულდა ომი ჩრდილოელების გამარჯვებით და 1864 წლის 2 სექტემბერს ვიქსბურგის კამპანიის წარმატების შემდეგ დაეცა უკვე ატლანტა და შერმანის კამპანია, რომელიც სათავეში ედგა ამ ყველაფერს და ალყას, შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი და გარდამტეხი იყო არა მარტო სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ არჩევნებში 1864 წელს, როცა ლინკოლნი გაიმარჯვებს, დაკავშირებული არის სწორედ აი ამ სამხედრო წარმატებასთან მიზეზი ატლანტის დაცემა, შერმანის გეგმა, ბლოკადა და კონფედერაციული შტატების კომპრომისი და საბოლოო ჯამში მარცხი სწორედ ამის შედეგი იყო. 1 აპრილს რიჩმონდი დაეცა და 1865 წლის 9 აპრილს გენერალი ლი სამხრეთელი შტატების გენერალი დანებდა ულისეს გრანტს, რომელიც უკვე ახალი დანიშნული გენერალი იყო, მას შემდეგ რაც დაინიშნა გენერლად ამ შემთხვევაში არჩევნების გამარჯვება სწორედ ამას მიეწერება. აი აქ თქვენ ხედავთ ფოტოებს. გრანტი და რობერტ ლი. ულისეს გრანტი არის ჩრდილოეთი კონფედერაციული შტატები, სამხრეთი არის კავშირი ბოდიშით და სამხრეთი არის კონფედერაციული შტატები. ხო, რაც შეეხება უკვე ლინკოლნის მკვლელობას, აი ეს ილუსტრაცია მოვიდა სხვათა შორის, როგორც გითხარით. კი, ეს ტესტი გავაკეთე და ვნახე კიდეც. ხო, ტესტი. მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა გავლილი, ეს ხა ლინკოლნის ისეთ სახასიათო სახეა, რომ ილუსტრაცია. ხო, მაგრამ აი ხა აქ კაფიოდ არის გასააზრებელი ერთი რამ, რომ ლინკოლნი ფაქტობრივად 1 წელი არც იყო პრეზიდენტი. როგორც ვერ მოესწრო როგორც ასეთი. 1865 წლის 14 აპრილს გარდაიცვალა და მეორე დღესვე ვაშინგტონში ფორდის თეატრში 15 აპრილს, ანუ უბრალოდ 14 აპრილს ესროლეს და მეორე დღეს გარდაიცვალა უკვე 15 აპრილს ფორდის თეატრში და მკვლელი იყო ჯონ ვიკი გუტი, რა ვიცი, სხვა სახელით შეიძლება შეგხვდეთ. ეს არის ცნობილი მსახიობი და რა თქმა უნდა კონფედერაციული შტატების მხარდაჭერა. ეს იყო შურისძიება. როგორც კი ლინკოლნი პრეზიდენტად არჩეს, ულისეს გრანტი დაინიშნა და ულისეს გრანტმა ის გეგმა შეასრულა, რაც ატლანტისა და რიჩმონდის დაცემას გულისხმობდა. ლინკოლნი სეირნობდა მეუღლესთან ერთად სპექტაკლზე, ესწრებოდა უფრო სწორად, რაც მეუღლესთან ერთად და საბოლოო ჯამში ლოჟაში შეიპარა შეუმჩნევლად და უკნიდან ესროლა 44 კალიბრიანი პისტოლეტით, შემდეგ გადახტა სცენაზე, გაიქცა, თვითონ მძიმედ დაჭრილი ლინკოლნი ახლონდებარე სახლში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა საბოლოო ჯამში ვერ მოხერხდა და იგი გარდაიცვალა 15 აპრილს დილით და თვითონ გუტი თუ ბუტი თუ რა ვიცი რა ჯანდაბა ქვია, ფიქრობდა რომ ლინკოლნი იყო მიზეზი, რის გამოც განადგურდა სამხრეთის მონათლობელური სისტემა და ამის გამო მოკლა. ის ფიქრობდა, რომ ლინკოლნი იყო მიზეზი, რატომაც დაამარცხეს კონფედერაციული შტატები. და ლინკოლნმა წაართვა სამხრეთის პოლიტიკური ძალაუფლება და მონათ ასპექტში გადაიყვანა. თავდაპირველად უნდოდა სხვათა შორის გუტს გაეტაცებინა ლინკოლნი და ეს რაღაცნაირად სასტიკად ეწამებინა ალბათ, რა ვიცი, სხვაისთვის. მაგრამ ეს როგორც ასეთი ჩაიშალა, იმიტომ რომ დაეცა უბრალოდ ქალაქი და დედაქალაქი და ვეღარ მოასწრეს. ის არც მოქმედებდა მარტო, რა თქმა უნდა, ცდილობდნენ შეთქმულები, რომ პრეზიდენტი ერთდროულად მოეკლათ, ანუ ყველას ესროლათ ერთდროულად, მთავარი პრეზიდენტი ლინკოლნი უნდა მოეკლათ, ვიცე-პრეზიდენტი ენდრიუ ჯონსონი
და სახელმწიფო მდივანი უილიამ სევარდი, რომელიც ასევე დაგეგმილ სცენარში იყო გათვალისწინებული, მაგრამ მხოლოდ ლინკოლნი მოკლეს წარმატებულად, სხვა ვერ მოხდა, როგორც გითხარით, სევარდი ძალიან მძიმედ დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. მკვლელობიდან 12 დღის შემდეგ 1865 წლის 26 აპრილს ბუთი ვირჯინიაში ერთ-ერთ ფერმაში აღმოაჩინეს, იპოვეს დაკავების ოპერაციის დროს ამ პროცესში ესროლეს და ისიც ძალიან მალე გარდაიცვალა საბოლოო ჯამში. ლინკოლნის ფიგურა გასაკვებია ახლა, რომ იყო ადამიანი, რომელმაც ისტორიაში ჩაწერა ძალიან ესეთი მოწამეობრივი ცხოვრების სტილით და ადამიანებს მოუპოვა თავისუფლება. ეს არის მისი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა. მან ამერიკული სამოქალაქო ომის დასრულების ფაზაში ქვეყნის რეკონსტრუქციის რთული პერიოდი შეიძლება ითქვას დაიწყო, მაგრამ ვეღარ დაასრულა და საბოლოო ჯამში ამ მკვლელობიდან ძალიან მალე მეორე დღესვე აირჩიეს ახალი პრეზიდენტი ენდრიუ ჯონსონი, მალევე მიიღეს მე-13 დამატება კონგრესმა და ემანსიპაცია გამოცხადა, ანუ მონათა გათავისუფლება, მონობა გაუქმდა, სენატმა ეს ყველაფერი 1865 წლის 8 აპრილს მიიღო და წარმომადგენლობითმა პალატმა 1865 წლის 31 იანვარს, ანუ ჯერ პალატამ მიიღო და მერე სენატმა ამ შემთხვევაში ძალაში შევიდა 1865 წლის 6 დეკემბერს, რითიც 4 მილიონი მონა გათავისუფლდა და რასობრივი ნიშნით ადამიანთა გამიჯნა დასრულდა. არა, გატყუებთ, არ დასრულდა. 1 საუკუნის მანძილზე გაგრძელდა და უღატაკეს ფენად გადაიქცა შემთხვევაში მონათა კლასი. გითხრა, რომ გათავისუფლდი. ანუ და რა ვიგრძენი, ანუ უბრალოდ აწახვალთ, უფლება მოგეცა, რომ სახლიდან გასულიყავ, ეს იყო მათთვის თავისუფლება და ახლობით ესეთი თავისუფლება. გიხლია მუცესამართებელი. ხო, რაც კიდეც ისქენით, ანუ რაღაცა ძაღლებივით იქნენ, თავისუფალი ძაღლებივით ფაქტობრივად. ხო, ანუ არც მიწამიცეს, არც დასახლების არაფერი, ეგ უკვე ცალკე საკითხია, ვის რა მისცეს. უბრალოდ დაასაქმეს მერე მუშებად ესენი და უარეს დღეში იყვნენ. მე ვფიქრობ, ისე მონობა ჯობდა თქო, მაგას ვამბობ, რომ ისე ჯობია მონა გავხდარიყავ, თუმცა ეს ეტაპი საკმელი და სასმელი და სახლი მაინც ჰქონდათ და აჭმევდნენ, ასმევდნენ და აი ეგ არის, აბა. ჩვენც მონები ვართ, მეც მაინც ვერ აკეთებ ადამიანი მუშაობს საჭმელი უმადურები, აბა ეხა რა არის ეს გაფიქრე. უმადური თუ იქნები ადამიანი და რა მონობა ვიყავი, მონა და ჭამე და სვი, რა გაჩერდი ახლა. არა, საჭირო. მეტი რაში გჭირდება, მაინც ვერ გადიხარ სახლიდან. ისე რომ ხო გამოითვალეს და მაშინდელ მონას უფრო მეტი შემოსავალი ქონდა, იმიტომ რომ მას უფაცოდას მკურნალობდნენ, რომ არ მომკვდარიყო და შენ ახლა მოკვდი თუ კიდე ერთი თუ კარგი მონა იყავი და ლამაზი მონა იყავი, ბევრ ამას გამოკრავდი ხელს, მე თუ მკითხავ ახლა ასე რომ მე მგონი უმადურობა ესე არ უნდა იყოს სამყაროში გავრცელებული. მე ცალსახად ვეთანხმები იქნებიან, ეხლა რომ დავფიქრდეთ, ესე განთავისუფლდი უფლების. მე ვეთანხმები მონობას დავაბრუნებდი სიამოვნებით აუცილებლად. ამგვარად, გათავისუფლების შემდეგ სამხრეთელებს ეწოდათ სპეციალური სახელი დიქსი, რომელიც მომდინარეობს ერთი საინტერესო ინგლისური სიტყვიდან, რომელიც უშუალოდ ასოცირდება გარკვეულ სიტყვასთან, ორგანოსთან უფრო სწორად და სამხრეთელებს ეს ზეწოდება მიენიჭა. თუმცა არსებობს სიმღერა ასევე ცნობილი Away Down South in Dixie და სხვათა შორის ამ სიმღერას ახლა მოგასმენინებთ თქვენ.
in the land of cotton wool, and there are not forgotten. Look away, look away, look away, Dixieland. In Dixie's land where I was born in early on one frosty morning. Look away, look away, look away, Dixieland. Then I wish I was in Dixie, hooray, hooray. In Dixie's land I'll take my stand and live and die in Dixie. Away, away, away down south in Dixie. Away, away, away down south in Dixie. Oh, Mrs. Mary William was a gay seaman. Look away, Dixieland. And when he put his arms around us, now there's bells that are 40 pounds. Look away, look away, look away, Dixieland. Then I wish I was in